მოგვიყვება ისტორიებს ღაბარებს ბუქუნებთან ერთად მოусმინე ამბებს ბაბუ მოგვიყვება ისტორიებს ღაბარებს ბუქუნები 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 ბაბუ მოდი გამოცნობანა ვითამაშოთ კი ბატონო, ვითამაშოთ. როგორ ცხოველების გამოცნობანა? როგორც თქვენ გინდათ. დავიწყოთ, ბაბუ. ეს ცხოველი არის პატარა ზომის. დადის ხტუნვა-ხტუნვით, უყვარს დაფილო და აქვს გრძელი ყურები. კურდღელი. მართალია. ეს ცხოველი არის საოცრად ლამაზი. აქვს გრძელი ფეხები, დიდი თვალები და მამრებს ეძებდებათ ულამაზესი რქები. ირემი. კი, ირემი მართალია. ეს არის ყველაზე დიდი ცხოველი დედამიწაზე. მისი სიგრძე დაახლოებით 3 დიდი ზომის ავტობუსის სიგრძეს უდრის. სპილო? არა. დინოზავრი? არც დინოზავრია, ბაბუ. ვეშაპი? მართალია. უფრო კონკრეტულად კი ლურჯი ვეშაპი. ეს ცხოველი არის ძალიან ძლიერი. ხრიალებს ხმამაღლა. მამრებს აქვთ ფაფარი და ეძახიან ჯუნგლების მეფეს. ლომი. სწორია. ეს ცხოველი ცხოვრობს აფრიკაში. არის ძალიან მაღალი. მიირთმევს ფოთლებს პირდაპირ ხეებიდან. აქვს გრძელი კისერი და ყავისფერი კოპლები. ჟირაფი. ფრინველია, მაგრამ ფრენა არ შეუძლია. სამაგიეროდ კარგად ცურავს. ძალიან უყვარს სიცივე. ცხოვრობს ძირითადად ანტარქტიდაზე. იკვებება თევზებით. პინგვინი. ეს არის დიდი კოპლებიანი კატა, რომელიც ხმელეთის ცხოველებს შორის ყველაზე სწრაფია. გეპარდი. სპორტულ მანქანასაც ასწრებს. არ ვიცი სპორტულ მანქანას რამდენად ასწრებს, ბაბუ, მაგრამ ნამდვილად გეპარდია. ეს ცხოველი არის ყველაზე დიდი გარეული კატა. ლომზე დიდიც კი. უყვარს მარტო ნადირობა. ხრიალებს ძალიან ხმამაღლა. არის ნარინჯისფერი და აქვს შავი ზოლები. ცხოვრობს აზიაში და კიდევ ცურვა უყვარს ძალიან. ვეფხვი. ვეფხვია ნამდვილად. ეს ცხოველი ორ ფეხზე დგას და დახტუნავს. ცხოვრობს ავსტრალიაში და შვილს ატარებს მუცელზე არსებული ჩანთით. კენგურუ. ნამდვილად კენგურუა. ეს ცხოველი არის ძალიან ლამაზი, სწრაფი. მანქანის გამოგონებამდე ადამიანისთვის გადაადგილების მთავარი საშუალება იყო. ცხენი. მართალია. ეს ცხოველი ძაღლის წინაპრად ითვლება. ცხოვრობს ტყეში ოჯახთან ერთად. უყვარს ღამით ხმოილი. მგელი.
სწორი პასუხია. ეს ცხოველი ბინადრობს უდაბნოებში. აქვს კუზი, სადაც ინახავს ცხიმს და ეს ეხმარება დიდხანს კაცობრიო საჭმლისა და სასმლის გარეშე. მე ვიცი, აკლემი. აკლემია პასუხი ნამდვილად. ეს ცხოველი სხვებზე მეტად გავს ადამიანს. ცხოვრობს ხეებზე და არის საკმაოდ ჭკვიანი. მაიმუნი. კი, ბაბუ, თქვენ თუ იცით, რომელი მაიმუნი გავს ყველაზე მეტად ადამიანს? არ ვიცი, ბაბუ. მაიმუნებს შორის ყველაზე მეტად ადამიანს შიმპანზე გავს. ეს ცხოველი არის პატარა. აქვს ზურგზე ეკლები და როდესაც საფრთხეს გრძნობს, ეკლიანი ბურთის ფორმას იღებს, რათა თავი დაიცვას მტაცებლებისგან. სხარბი, ჩვენ ხომ ნახეთ ეზოში. როგორი საყვარელი იყო, ხო? სწორია. ეს ცხოველი არის დიდი. აქვს ხშირი ბეწვი, ბასრი კბილები და ბრჭყალები. მიირთმევს ხორცსაც და მცენარეებსაც. მთელი ზამთრის განმავლობაში ძინავს. განსაკუთრებით უყვარს თაფლი. დათვი. დათვია პასუხი ნამდვილად. ეს ხმელეთის ცხოველებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა. აქვს უზარმაზარი ყურები და ძალიან გრძელი ცხვირი, რომელსაც ხორთუმი ეწოდება. ბინადრობს აფრიკასა და აზიაში. სპილო. სწორია, ბაბუ. ეს არის პატარა მწერი, რომელიც დიდ ჯგუფებად ცხოვრობს და შეუძლია თავის წონაზე ბევრად დიდი თვირთის აწევა. ჭიანჭველა. მართალია, ჭიანჭველაა. ერთიც და დავასრულოთ თამაში. უკვე თითქმის სახლთან ვართ. ამ ცხოველს აქვს ფაფუკი კუდი. უყვარს თხილეული და ცხოვრობს ხეზე. ციყვი. ნამდვილად ციყვია სწორი პასუხი. ცხოველები სამყაროში ერთად ვიმოგზაუროთ. ფაფრიანი ლომი ვნახოთ, შემდეგ სპილოს ვესტუმროთ. იგზებრა მდინარესთან, აქეთ კიდევ გორილა. გაიხედე ვემოთი, რამოდენა ყოფილა. დიდები თუ პატარები, საშიშები, საყვარლები, საშიმიწაზე თუ ზღვაში, ყველგან გვიყვარს ცხოველები. ვინადიროთ ვებთან ერთად, ვიცურავოთ ვეშაპთან. აკლემს უდაბნოში ვნახავ, მგელს კითხეში ოჯახთან. კენგურუს ჩანთაში რა ჩანს, თურმე შვილი ყოლია. ირემს რქები ამოსვლია, უკვე ნუკრი ცხოლია. დიდები თუ პატარები, საშიშები, საყვარლები, საშიმიწაზე თუ ზღვაში, ყველგან გვიყვარს ცხოველები. გვიყვარს ცხოველები. თურმე ჟირაფს ეს კისერი როგორ გრძელი ქონია. მარტო რქას რა დარაძუხებს, კაცხვირზე ამოსვლია. იმაიმურს მოვფრთხილდი, ქურბაცაცა ყოფილა. პანდახიდან ჩამორდა, მოუქნელი ყოფილა. დიდები თუ პატარები, საშიშები,
საყვარელი